მოგესალმებით, სტუდიარე გთავაზობთ თავის მორიგ დისკუსიას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქართულ ოსურ ურთიერთობებზე. ვიცით რომ ერთი კვირის შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებია სამხრეთ ოსეთში. ეს პოლიტიკური პროცესი გარკვეულწილად მოახდენს გავლენას საზოგადოებრივ ურთიერთობებზეც. რა ეტაპზეა დღეს ქართულ ოსური ურთიერთობები, რა პერსპექტივებია ქართულ და ოსურ საზოგადოებებს, ცალკეულ მოქალაქეებს, არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო სექტორს, შემდგომი ურთიერთობებისა. დღეს სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ჩვენი სტუდიის სტუმრები და წარმოგიდგენთ მათ გია ვოლსკი, გეოსტრატეგიულ კვლევების საერთაშორისო ცენტრის მრჩეველი, გოგა აფციაური, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ზურა ბენდიანიშვილი, კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი და ინტერნეტის მეშვეობით ჩვენ ვლადიკავკაზიდან გვერდებიან ჟურნალისტები, ბლოგერი Мариам Плиева да Тимур Цховребович. Рад приветствовать вас в нашем эфире. Бонжур. ეს თემა შეიძლება ითქვას რომ სწორედაც აი ამ პოლიტიკურმა სიახლემ, რასაც საპრეზიდენტო არჩევნები ქვია, გვიკარნახა, მაგრამ რეალურადაც დავინახოთ რა მდგომარეობაა დღეს ქართულ ოსური საზოგადოებების ურთიერთობებში. ბატონ გია, თქვენ გთავაზობთ პირველს თემას. დღეს რა ვითარება? სამწუხაროდ ეს არის ძალიან დაშორებული სიტუაცია იმისაგან, რაც თუნდაც 2006-ში ქონდა და 2006-დან ნაბიჯ 2008 წლის აგვისტომდე მივედით და 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არავითარი პერსპექტივა არ ჩანს, რომ ის ურთიერთობები, რომელიც რაღაც ეტაპზე გავდა პოლიტიკურ წრეებში მოლაპარაკებას, ხოლო საზოგადოებრივ წრეებში იმედის გაჩენას, რომ უკეთესობისკენ წავა, დღეს ესეთი პერსპექტივა, ესეთი იმედები არც ოსურ საზოგადოებაში არ შეემჩნევა და მართალი გითხრათ, არც ქართული საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ან იქიდან არის წამოსული, რეგიონიდან არის წამოსული, ცხინვალიდან არის წამოსული და არც იმ ნაწილში, რომელსაც საექსპერტო საზოგადოება ქვია. ცუდი ხედვა არის ხვალინდელ დღეზე. ხვალინდელ პერსპექტივაზე. ცუდი ხედვა, იმიტომ რომ არ არის ურთიერთობა. იმიტომ რომ არ არის ურთიერთობა არც ერთ დონეზე, ჩვენმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ მას კონფლიქტი მხოლოდ რუსეთთან აქვს და სამხრეთ ოსეთის სახით რაღაც მარიონეტული არა მარტო რეჟიმი და არამედ მთელი საზოგადოება რაღაც მარიონეტული საზოგადოება. არავითარი საუბარი de facto თუ de iure თუ როგორც არის de iure აქეთ ხარეს de facto იქ არავითარი საუბრის არავითარი რეჟიმი არ არის ჩამოყალიბებული და რაც ყველაზე ცუდია წინადადებებიც კი არ არის სტრატეგიასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება განვითარება პოოსამ თუ არ არსებობს საუბარი და რაღაცა დონეზე შეთანხმება მაინც არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოების რაღაცა ურთიერთობები, რომელმაც შეიძლება ხვალ მიგვიყვანოს სიკეთემდე და ერთი რამე მინდა ვთქვა დავაბოლოო ამეთი. როგორ პოლიტიკურ იმაში სფეროში არ ცხოვრობდეთ დღეს ჩვენ და ოსები. გარანტირებულია, რომ ხვალ ჩვენი ბავშვები იცხოვრებენ ერთ გეოგრაფიულ სიგზე და განეთში. მათზე უნდა მომავალთაობაზე უნდა ვიფიქროთ. სამწუხაროდ არც იქიდან, არც ჩვენი მხრიდან ესეთი ფიქრები და ამაზე მუშაობა არ შეიმჩნევა. თქვენც ასე ფიქრობთ, ბატონ ზურა, რომ არის სრულის სტაგნაცია ამ ურთიერთობაში ქართულ ოსურ რაღაცა გამოკლებით. სამწუხაროდ მე აი გიას დავეთანხმები და პირველ რიგში, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ თქვა თვალი გვაქვს დახუჭული იმაზე, რომ ოსური პრობლემა არსებობს და ვიძახით, რომ მარტო რუსეთთან პრობლემა გვაქვს
ასეთ პირობებში, როდესაც არ ხდება მხარეებს შორის დიალოგი, სამოქალაქო საზოგადოებას უჭირს ძალიან. კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან ჩვენი შეხვედრები ცხინვალის ოსურ ხრის ძალიან ბევრი წარმომადგენლისთვის ღალატის ტოლფასად არის აღთქმული იმ ადამიანების, ვინაც ოსური მხრიდან, ასე ვთქვათ, ჩვენს დიალოგში მონაწილეობენ. დავაზუსტებ, რომ თემური და მარია, ვინც ჩვენი სტუმრები არიან, მეც, გოგაც არის რამდენიმე შეხვედრაში ჩართული, ჩამოყალიბებული გვაქვს ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი და პერიოდულად მართავთ შეხვედრებს, პროექტებსაც ვახორციელებთ და ასე შემდეგ და იმის გამო სწორედ რომ არ არის არანაირი, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია ვერტიკალის დონეზე, იწვევს იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან უჭირს მუშაობა. რო აღარაფერი ვთქვათ უბრალოდ ადამიანებზე, რომელთათვისაც ეს გამყოფი ხაზი თუ საზღვარი და ასე შემდეგ თითქმის გაუვალია და ძალიან უჭირთ მიმოსვლა. ახერხებენ ნაწილობრივ ამას. გამომდინარე აქედან თქმა უნდა აბსოლუტურად ვეთანხმები, სტრატეგია უნდა განისაზღვროს ურთიერთობების განვითარების, ხვალინდელ დღეზე პერსპექტივის გათვლით და უნდა ვთქვათ, რომ დავიწყოთ ახალი ურთიერთობის შენება, უკან ვეღარ დაბრუნდებით, ეს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც არ ხდება უკან ისტორიის დაბრუნება, ჩვენ ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ და უნდა ვიფიქროთ ისე, რომ ჩვენმა საზოგადოებებმა შეძლოთ თანაარსებობა, ერთად ცხოვრება და ჩვენი შვილები ერთმანეთის ტრობის განცდით არ გაიზარდნო. მე მინდა ამავე კითხვით მიმართო ბატონ Тимурს ცხოვრებობს. Вот в нашей студии больше говорят о пессимистичности, так сказать, грузино-осетинских отношений между обществами, гражданскими и индивидуальными гражданами тоже. У вас тоже такой же подход? Или вы по-другому смотрите на эти отношения? Ну, если судить по ситуации, которая на данный момент, то я думаю, что взгляд вполне оправданный. Но мы сегодня здесь сидим не для того, чтобы думать о будущем. И поэтому я все-таки смотрю... Но надо еще оценить, да? Да, вот то есть сегодняшняя ситуация, да, ничего хорошего нам как бы не сулит. И с Южной Осетии отторжение, и с грузинской стороны я не вижу ничего хорошего. Но вот наша встреча сегодняшняя уже о чем-то говорит. Мир идет вперед, прогресс идет вперед. И наш маленький форум, в котором двое из присутствующих здесь и Бендианашвили и Апцеври участвовали, мы, по крайней мере, маленькую песчинку внесли в то, что гражданское общество может понимать друг друга. Другое дело, как нам понять друг друга. Я думаю, что секрет очень прост. Надо просто говорить на равных. Пока что грузинское правительство не говорит с нами на равных. Нас считают грузинское правительство на равных не разговаривает с юго-осетинским правительством. Да, не разговаривают. А я говорю об отношении обществ. Общества тоже, вот они очень политизированные общества, оба общества. И только редкие индивидуумы и в грузинском обществе, и в осетинском понимают, что так не может быть. Вот один из присутствующих заметил, что мы обречены жить на одном географическом пространстве, и надо будет рано или поздно договариваться. Поэтому, я думаю, здравый смысл должен возобладать, и рано или поздно, я думаю, мы сейчас уже вносим первый вот росток того, что надо начать договариваться. На данном моменте я тоже не вижу большой перспективы. Нет, перспективы я все-таки вижу. Но на данном моменте, да, пессимистические настроения более реалистичные. Но сам я оптимист по натуре. Я все-таки надеюсь, что мы договоримся сначала на гражданском уровне, потом чем сильнее будет гражданское общество в Осетии, в Грузии, тем легче нам будет договориться. Сейчас, к сожалению, я не буду говорить о Грузии, в Южной Осетии пока мини-тоталитарное общество, и надо преодолеть нам. Это наша внутренняя проблема, я надеюсь, мы ее преодолеем. И тогда начнутся прогрессивные шаги. Это мое мнение. О перспективах наших отношений обязательно мы будем говорить в нашей передаче. Спасибо. Гога, რა შეიძლება იყოს ასეთი გაუცხოების მიზეზი, მხოლოდ ომი თუ ომი? და ომის შემდგომ უკვე ძალიან გართულდა ურთიერთობების აწყობა. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ურთიერთობები ძალიან
ძიმე ეტაპზეა, ასე ვთქვათ, რთულ ეტაპზეა, მაგრამ მე მაინც არ ვიქნები ესეთი პესიმისტი, რა ვთქვათ, როგორი სურათიც ახლა აქ ამ სტუდიაში დაიხატა. 3 წელი არის გასული ომის შემდეგ. ეს არის ძალიან მცირე დრო. და მე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა აი ამ ომის შემდეგ რამდენიმე ფორმატის, ასე ვთქვათ, შეხვედრაზე მოვხდი და დავინახე იქ არსებული ვითარება. ერთი იყო სწორედ ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის შეხვედრა, შემდეგ იყო თვალსაზრისის შეხვედრა, რომელსაც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი უკეთებს ორგანიზებას და ბოლოს ჩრდილოეთ კვიპროსში ჩვენ და 20 ჟურნალისტები შეხვდით ერთმანეთს. აი ეს ყველაფერი და იქ არსებული ვითარება მე მაძლევს იმედს, ვიფიქრო რომ დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვთქვათ, 3 წლის, კიდევ 3 წლის შემდეგ ბევრად უფრო წინ წაიწევს პროცესი, რასაც ქვია სამოქალაქო დიალოგის პროცესი, ვიდრე დღეს არის ეს პროცესი. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დონეზე არის მხოლოდ ერთი ფორმატი და ეს არის ჟენევის დისკუსიის მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც თვეში ერთხელ იმართება და ხშირ შემთხვევაში კი არა, ალბათ უმრავლეს შემთხვევაში უშედეგოდ დასრულდა და არის დვანის შეხვედრები, ეს არის ინციდენტების პრევენციის შეხვედრები, სადაც პოლიტიკური საკითხები არ განიხილება. ბევრად უფრო ეფექტურია, ჩემი აზრით, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების მათ შორის შეხვედრები და აი ზურამ უკეთესად იცის, რომ ვიცი, რომ ექიმების შეხვედრა იყო ენერგეტიკოსების შეხვედრა, ექს-კომბატანტების შეხვედრა და რაღაცა იმპულსებს და რაღაცა მარცვალს, გარკვეულ მარცვლებს მე ვხედავ, რომ აი 3 წლის მივხედავთ, ეს როგორც აღნიშნე ძალიან მცირე დროა. სამოქალაქო საზოგადოება დიალოგისკენ მაინც მიდის. ერთ პატარა სტატისტიკას გეტყვით ბატონო ზვიად, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ეს კვლევა, რომელიც უსაფრთხო მსოფლიო არის ესეთი ორგანიზაცია Safer World-ი. ამ ორგანიზაციამ ჩაატარა გორის რაიონის მიმდებარე სოფლებში, საზღვართან მიმდებარე, ეგრეთ წოდებულ საზღვართან მიმდებარე სოფლებში ეს კვლევა და მარტო ორ სოფელში წითელუბან ლამისყანაში არის 52 ნათესაური კავშირი და 79 მეგობრული კავშირი შენარჩუნებული აი გამყოფი ხაზის იქით მცხოვრებ ადამიანებთან. მართალია ეს კავშირები დღეს შეზღუდულია, მაგრამ ტელეფონის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით მაინც მიმდინარეობს აი ამ ადამიანებს შორის ურთიერთობა და მე სიმართლე გითხრათ მაძლევს ერთგვარი ოპტიმიზმის საფუძველს. ასეთივე კითხვით მინდა მივმართო მარია პლიევას, რომელიც ახლა ვლადიკავკაზია და იქიდან გვერდება. Как вы можете оценивать уровень отношений на сегодняшний этап грузино-осетинских обществ? Я считаю, что нет абсолютно никакого доверия. Есть, конечно, отдельные люди, у которых сохранились контакты, вот как сказал мой коллега Гога Апцаури, сказал о том, что есть родственные отношения, среди которых очень много связей были прерваны особенно во время последней войны, я знаю такие случаи, но и остались и родственные отношения, и дружеские отношения, тоже есть такое тоже. Но это единичное. Если брать в целом, то, конечно же, доверия нет никакого, нет. Это все происходит потому, что зачастую те гражданские представители гражданского общества, то есть неправительственные организации, НГО, да, они, когда встречаются, среди них частенько бывают такие, которые не отражают реальность общества, которое они представляют. С обеих сторон так? С обеих сторон. Я считаю, что с обеих сторон, и они отражают какие-то мысли правительства, то есть являются какими-то продолжателями официальной политики с обеих сторон. Вот. Я думаю, что это есть одна из больших проблем. В данном случае считаю, что второй фактор – это то, что говорит Тимур Цхавребов. Я как журналист знаю о том, что немного журналистов, как Гога Апцаури, согласны говорить со мной на равных. Вот. Поэтому есть, конечно, контакты и общение, из-за этого они просто сходят на нет или вообще не начинаются. Я могу их перечислить на пальцах одной руки, сколько у меня постоянных контактов среди журналистов в Грузии. Думаю, что у них такая же ситуация. Спасибо. ეს პრობლემა ასევე არის ხელისშემშლელი. ხედავთ თქვენ ამ პრობლემას, რომ თანასწორი ურთიერთობა უჭირს ამ საზოგადოების წარმომადგენლებს ერთმანეთთან, ქართულის, ოსურის. თქვენი აზრით ბატონო. პირველად ყოვლისა მე მინდა ვთქვა, რომ გოგასთან კი არ შევდეო პოლემიკა.
გოგამ პირველი რაც თქვა რომ მე არ ვიზიარებ ამ სტუდიაში გამეფებულ თუ აღნიშნულ ხაზგასმულ პესიმიზმს. ამ დროს აქ პესიმიზმზე არ ყოფილა ლაპარაკი. ჩვენ სიტუაციას ვაფასებთ რა მდგომარეობაა. რომ ცუდი უპერსპექტივო ამ სიტყვა არავის არ უხსენებია. უშველებელი პერსპექტივაა ყველაფერს. ეს პრობლემა, რასაც ჩვენი კოლეგა ამბობს, არსებობს. თანასწორი ურთიერთობები საზოგადოებებს შორის, ნუ ვერ ვიტყოდი, რომ ეხლა უფრო თქვათ ზემოდან უყურებს რომელიმე ქართველი, რომელიმე ოს, არასწორად თქმა არის. ახლა საერთოდ ეგეთ ფენომენი არ არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფრის მოტივის მიმცემი არის ასია თუ ისია, ფორმალურია, არაფორმალურია, დე-ფაქტოა თუ დე-იურეა, სახელმწიფო რგოლი, რომელმაც უნდა გზა გაკვალოს და ისეთი ატმოსფერო შექმნას, რომელიც აი როგორც ზურაბი ამბობს, სამოქალაქო საზოგადოება საშუალებას მიცემს, რომ ლაილაისთვის კი არ წავიდნენ, კიდე ჟურნალისტების შესახვედრად, კამათი იყო და დაამთავრეს ჩამოვიდნენ. ჩამოიტანონ რაღაც სტრატეგიული ხედვები, რომელსაც ამ პროცესში მაინც ხელისუფლება უნდა იყოს თავარი. ხელისუფლება, იცით რა არის, სამოქალაქო საზოგადოება რომ დაეტაკოს ერთმანეთს, გადაეხვიოს და ჩვენ ვრიგდებით და ხელისუფლება არ გვაინტერესებს, ეს არის უტოპიური სურათი. მაგრამ ეს ხო იქნება ზავნილი ხელისუფლებისთვის. იცით რა, მე მაინც პრაგმატიკოსი ვარ, მუშაობდი სფეროში, პრაქტიკული შედეგები გვაქვს მიღწეული, მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებაში იბადება გეგმა, რომელსაც ერქმევა შემდეგ საგზაო რუქა და რომელიც სახელმძღვანელო არის ოფიციოზისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობა ამას მხარს უჭერს. ეგეთი ჩვენ მქონდა, აგერ თემურს ახსოვს 2005 წლის დეკემბერში, როდესაც ეუთომ საგზაო რუქას მხარე დაუჭირა, ხოლო ცხინვალში 2005 წლის არ მახსოვს თარიღი, უпростоრთ 2006 წლის იანვარში კატეგორიულად ითქვა, რომ სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ კონფლიქტის მოგვარება მოხდეს. მაგრამ ამ საგზაო რუკას ხარს უჭერდნენ მთავრობები. იცით რა არის, ეს საგზაო რუკის შემადგენელი კომპონენტები წამოვიდა სამოქალაქო საზოგადოებიდან. სამოქალაქო საზოგადოებამ გვიკარნახა, მე მაშინ მე მუშაობდი თქვათ ამ სტრატეგიულ გეგმაზე. ეს ის კი არა რომ დავიძინე, გავიღუძე და რაღაც გენიალური იდეები დამებადა. შევკრიბეთ სამოქალაქო საზოგადოებაში განწყობები. ნახეთ აი ესეთი პიროვნებები, როგორც თუნდაც აი ვლადიკავკაზის სტუდიიდან ჩვენი კოლეგები არიან და მათი იდეების გათვალისწინებით ჩამოვწევთ. და მაშინ დაიწყო ამან მუშაობა, როდესაც საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღო. სამწუხაროდ მე მთელი მუშაობა მიდიოდა იქითკენ, როგორ არ შესრულებულიყო. ეს სხვა თემაა, მაგრამ სიტყვა ოპტიმიზმი ამ სტუდიაშიც და იმედი მაქვს იქითაც ჩვენს კოლეგებში არსებობს და ეს არის მთავარი სიტყვა, რისთვისაც ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემაც არის აი ამ შეიძლება დღეს ოდნავ შეჩერებული დიალოგის განახლების სურვილი და მეტიც შეიძლება შემადგენელი ნაწილიც. ბატონ ზურაბ, თქვენი აზრით მთავრობა უნდა იყოს მთავარი გამსაზღვრელი ამ ურთიერთობებისა დღეს თუ შეიძლება რომ აქ საზოგადოების ცალკეულმა ჯგუფებმა არა მე არ ვახდენ მე თქვენი მოსაზრების პერიფრას კი არ ვახდენ რომ ჩემ კითხვას უსვა პირველ რიგში ორ სიტყვას ვიტყვის რაც იმიტომ რომ მაგალითად მარია პლიევა რომელიც ახლა გვესაუბრებოდა ისაუბრობს რომ ასეთ შეხვედრებზეც კი მაგალითად ხშირად ბევრი წარმომადგენელი სამოქალაქო სექტორისა ახმოვანებს მთავრობის მოსაზრებებსაც ეს ხანდახან ხელსაც კი უშლის ამ სამოქალაქო დიალოგს. ეს შევეხები აუცილებლად მაგ თემასაც პირველ რიგში ვიტყვი რომ რას ნიშნავს აი თანასწორი დიალოგი და საუბარი და რატო არის ეს განცდა საერთოდ თოსურ საზოგადოებაში ეს განცდა ახალი არ არის და ეს 80-იანი წლების ბოლოდან მოდის და მოდის ხელისუფლებიდანაც ჩვენი ინტელიგენციიდანაც წერლებიდან და ასე შემდეგ, როდესაც ერთი ვაკხანალია იყო მედიაში ატეხილი ოსებო გონს მოდით რას ჩადიხარ და ყველა ცდილობდა ჭკუა ესწავლა და არავინ ცდილობდა
მათთან ელაპარაკა იყო ის რომ ცირერიცხოვანი ხართ და რისი თავი გაქვთ და ბევრი ისეთი ფრაზები იყო რომელიც მათ მეხსიერებაში დაილექა და ნუ ეს კი ეს ანეკდოტებიც და ფრაზებიც და ხო და ნუ იყო ბევრი მერე არასწორად გაგებული ინტერპრეტაცია და ბუნებრივად იქნებოდა როდესაც საზოგადოება ესეთ წნეხის ქვეშ იმყოფება მოყოლებული აქედან ყოველთვის არის რა თქმა უნდა სულ საზოგადოებაში იმის მოთხოვნა და განცდა რომ მე მაღიარე სრულუფლებიანი სრულფასოვანი საზოგადოების წევრად მე მაღიარე რომ ბავშვი მყავს მეუღლე მყავს განვითარება მინდა ცეკვა მინდა სიმღერა მინდა კარგი შემოსავალი მინდა და ასე შემდეგ და არა ვარ რაღაცის დანამატი არა ვარ თქვათ რუსეთის სატელიტი კავკასიის რეგიონში იმიტომ რომ აქ რაღაც არეულობა შევიტანო იმიტომ რომ ზოგი შეიძლება რაღაც ინტერესს ატარებს მაგრამ საზოგადოება არ შეიძლება ესე იყოს თლიანობაში აღქმული და სწორედ აქედან არის ის დამოკიდებულება რომ უნდათ თანაბარ სწორი საუბარი ერთმანეთთან და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩაკეტილი საზოგადოება და აქ უფრო ღია იქ სიღარიბეა თუ სად არის მეტნაკლები სიღარიბე ჯერ კიდე გასარკვევია მაგრამ რაც შეეხება იმას რომ რა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების პოზიცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის და რეალურად რა ხდება სამოქალაქო დიალოგის პროცესის დროს ნამდვილად ვეთანხმები რომ ხშირად არის რომ როდესაც ადამიანი მიდის ასეთ შეხვედრაზე შეიძლება ის კონკრეტულად სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციის გახმოვანებას არ ცდილობს, მაგრამ ცდილობს რომ დაიკავოს თავისი რადიკალური მომგებიანი პოზიცია, რომ მეორე მხარეს იქიდან ეკამათოს და ასევე ხდება იქით ამ მხრიდანაც, ანუ სამოქალაქო საზოგადოების ფუნქცია იკარგება ამ შემთხვევაში და რაღაც პოზიციონირების მომენტები წამოდის წინ და ეს უკვე იწვევს იმას, რომ ლამის პოლიტიკურ დიალოგის პროცესში გადადის ის რაც სხვა თემებზე სჯელობას უნდა დაეთმოს დროს და ჩვენი დიალოგი როდესაც აღვადგინეთ ქონდა მანამდეც ეს იყო ომიდან 2 თვის შემდეგ როდესაც პირველი შეხვედრა დეკემბერში ჩავატარეთ და მანამდე უკვე ოქტომბრიდან ჩვენ ეს მოლაპარაკებები გქონდა ნუ რატომ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების ჩარევას? იმიტომ რომ ეს საშინლად ვერ გაიგო ერთ-ერთმა საზოგადოებამ ამ შეხვედრის შინაარსს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ ნაწილმა ქართული საზოგადოებიდანაც საკმაოდ კაცრი რეაქცია ჰქონდა, თუმცა ჩვენთან საჯაროდ ესეთი პოზიციები კარგი ხანი არ ფიქსირდება და კარგია რომ ამ ხრივ ცოტა ჭკუა ვისწავლეთ, მაგრამ მიუღებელი იყო და გაურკვეველი იყო ბევრისთვის. რას წახვედით და რა იყო სალაპარაკო. 3 წლის გადასახედიდან ჩანს, რომ ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგით, იმიტომ რომ ჩვენ თავი ყველაზე მწვავე სიტუაციაში გამოვცადეთ, შევხვდით, ვისაუბრეთ და ეს ურთიერთობები დღეს გრძელდება. იმიტომ იყო კიდევ მნიშვნელოვანი, რომ სწორედ მაშინდელ შეხვედრაზე ჩვენ არ ვილაპარაკეთ სწორ პოლიტიკურ თემებზე და ასევე ვაგრძელებთ ურთიერთობას და ვიცით, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პოლუსებზე დგავართ, ასე ვთქვა და სხვადასხვა პოლიტიკურ სივრცეებში ვიმყოფებით, მაგრამ წინაპლანზე არის სწორედ საზოგადოების ინტერესები და ადამიანის ინტერესები. აქედან გამომდინარე ჩვენ გავაკეთეთ მიმართვა ჟენევის პროცესის მონაწილეებისადმი და მიმართეთ რეკომენდაციებით. სწორედ იმიტომ, რომ რაზეც გოგა საუბრობდა, ძალიან დიდია ნათესაური ადამიანური კავშირები და მიმოსვლის სურვილი ქართული საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის და სწორედ თხოვეთ ჩვენ რომ გადაედგათ ისეთი ნაბიჯები რომლებიც ამ ადამიანებს და რა თქვათ პოლიტიკოსებს ან გეოპოლიტიკურ ინტერესებს გაუწევდა ანგარიშს არამედ ამ ადამიანებს და ისეთი ნაბიჯებს გადადგამდნენ პოლიტიკოსები ამ ლაპარაკებს რომ ადამიანს გამარტივებოდათ იგივე გამყოფი ხაზის გადაკვეტა ჯანმრთელობის საკითხების მოგვარება ნათესაურთან მისვლა და ასე შემდეგ ესეც კი აღქმული იყო მტრულად და ამის შედეგი იყო ის რომ თემურ ცხოვრებას ფიზიკურად გაუსწორდა. არა, ეს იყო აღქმული მტრულად ცხინვალში. ცხინვალში, ხო. და თბილისში? თბილისში არ ქონია ამას ისეთი მწვავე რეაქცია. მინდა მიმართო ახლა ბატონ თემურს ცხოვრებას, რომელიც ვლადიკავკაზის студияшია და იქიდან გვესაუბრება. Как вы можете прокомментировать то, что вот сейчас говорил
Зура Бендианишвили. И еще нам бы интересно узнать, вот в обществе есть какие-то стереотипы. Насколько, как вы считаете, насколько силен в создании вот этих стереотипов фактор властей? Как они создают вот эти стереотипы или как они подпитывают вот эти стереотипы? И как это влияет на, так сказать, активность гражданского общества в Осетии, в Южной Осетии? Ну, в Осетии на данный момент есть четкий стереотип, что все грузины наши враги. Все так считают? Да, у огромного большинства населения такой стереотип есть. И только единицы, благодаря родственникам, личным связям, этот стереотип преодолевают. Конечно, этот стереотип надо преодолеть. Почему вообще так случилось, что мы стали, так сказать, врагами? Я бы вот это прокомментировал так. Я, например, большую часть жизни прожил все-таки в Республике Грузия и чувствовал себя довольно комфортно. То есть я ничем не отличал себя. Вот мы с Зурой учились фактически на одной улице, и наши школы были через, на расстоянии, по-моему, 50 метров друг от друга. И мы чувствовали себя комфортно. Но после того, как появилась независимая Республика Грузия, осетинское общество перестало чувствовать себя комфортно. Я перестал себя чувствовать равным гражданином этой страны. И это, естественно, подвигло нас провозгласить свою республику. Теперь секрет прост, в моем понимании. Надо соседу, давай скажем так, грузин должен пожелать осетину того же самого, что он хочет для себя, для своего народа. Если к этому прислушается каждый человек, в том числе наше правительство, то, я думаю, проблем не будет. То, что грузинское правительство хочет для грузинского народа, для грузин, для граждан своей страны, если оно того же самого хочет для осетинского населения, проблем не будет. То же самое и обращение я бы сделал к осетинскому народу, к осетинскому правительству. То же самое пожелай себе, что и своему соседу. Это пожелание, а в реальности это как должно быть? Как в реальности на данном этапе я не вижу большой перспективы. Пока у нас, к сожалению, не демократичное общество. И наше правительство, я говорю об осетинском правительстве, о вашем вы говорите, пока не отражает. Оно популистское правительство, оно говорит об объединении с Северной Осетии. И это более привлекательная идея? Это более привлекательная идея в варианте безопасности. На самом деле, будучи в России, грозит опасность ассимиляции. Я, например, предпочитаю, и мои друзья, окружающие меня, говорят о построении своей страны, поднятия нашего самосознания. Мы вовсе не хотим раствориться в русском народе. Точно так же, как не хотим этого в грузинском народе. Но на данный момент этот лозунг для обывателя привлекательный. Но в высоких материях все-таки большинство населения не думает. Они думают, как накормить свою семью, как прожить завтрашний день. И Россия предоставляется им, кажется им безопасной страной. Это стереотип. Этот стереотип может быть разрушен только налаживанием и поднятием безопасности Южной Осетии на более высокий уровень. Это мое мнение. Спасибо. Რა უნდა გააკეთოს გნებავთ თავრობამ, გნებავთ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმისათვის, რომ დაიწყონ ფიქრი ამ უსაფრთხოების მოდელებზე. თუნდაც იმაზე, რომ ადამიანებმა დაიწყონ ურთიერთობა და არ შეეშინდეთ. სალგეულმა სამოქალაქო ჯგუფებმა დაიწყონ ურთიერთობა და არ შეეშინდეთ საზოგადოებრივი პრესინგის, თუნდაც აი ამ სტერეოტიპების, რომელიც არსებობს, გნებავთ ოსეთში, გნებავთ. ხო, აქ შეიძლება ვთქვათ, ჩაუღრმავდეთ უფრო იმას თუ რა კვებავს, რა არის, ასე ვთქვათ, კვების წყარო აი ამ სტერეოტიპებისთვის და რა როლი აქვთ ჟურნალისტებს აი ამ პროცესში მთლიანად.
მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს კოლეგებს ცხინვალშიც და ჩემს კოლეგებს თბილისშიც და საქართველოშიც. თუ ჩავთავთ თქვათ ცხინვალის ტელევიზიას, იქიდან მოდის მთლიანად ეს პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, ნაკადი იმისა თუ რა ცუდია ქართველი, როგორი სისხლის მსმელია ქართველი და ასე შემდეგ. სიძულვილის ენაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. გამონაკლისი არც ქართული მედია, ქართული მედიიდანაც ხშირად ისმის აი სიძულვილის ენის, ასე ვთქვათ, ელემენტები ხშირად არის. გამომდინარე აქედან ჩვენ ვთქვათ აი წეღა როცა ზურა საუბრობთ აი ურთიერთობებზე როცა ვთქვათ პოლიტიკურ ასე ვთქვათ დისკუსიაში გადადის ხომ ესეთ სამოქალაქო დონის და სამოქალაქო ფორმატის შეხვედრები ჩვენ ჟურნალისტებს არ გვაქვს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში მე რომელ შეხვედრებსაც დავსწრები ვარ არ გქონია ის რომ ვთქვათ რომელიმე ქართველ ჟურნალის ზევიდან გადმოეხედა 20 კოლეგისთვის პირიქით ძალიან ისეთი მეგობრული ატმოსფეროა ხოლმე და თავარი ასე ვთქვათ ხაზი ჩვენს ურთიერთობაში არის ის რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ვინ გაისროლა პირველმა ვინ წამოიწყო ეს ომი ჩვენ უფრო ვსაუბრობთ აი ამ კონკრეტულ მაგალითებზე რომლებზეც ახლა მე გიყვებოდ პროფესიულ ეთიკაზე სიძულვილის ენის დაძლევაზე იმიტომ რომ ჩვენ ხვდებით რომ შუღლის გამღვივებელი სწორედ პროპაგანდაა და დღეს თუ რომელიმე კონკრეტული ქართველი ჟურნალისტი ოს კოლეგასთან ამოწმებს ინფორმაციას ამა თუ იმ კონკრეტული შემთხვევის შესახებ და ქართული საზოგადოებისთვის მიაქვს ეს ინფორმაცია მე ვფიქრობ რომ ეს უკვე გარკვეულწილად პატარა შედეგი მაინც არის რაც შეეხება ხელშეწყობას პროცესისა თქვენ როგორც აღნიშნეთ რა უნდა გააკეთოს არასამთავრობო სექტორმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ხელისუფლებამ ჩემი აზრით ჯერჯერობით აი ამ 3 წლის შემდეგ ყველაზე დიდი როლი მაინც საერთაშორისო ორგანიზაციებს აკისრიათ, იმიტომ რომ სწორედ ისინი გვევლინებიან დონორებად აი ესეთ სახის შეხვედრებისა. მე უბრალოდ ჩემი იდეა და ეხლა როცა უსმენ თემურს და მარიას და თქვა ზურას გამიჩნდა აი აქვე გამიჩნდა ესეთი იდეა რომ იქნებ ცალკე გვეფიქრა ზურაბ ჟურნალისტური ასე ვთქვათ პროექტების გაკეთებაზე. იმიტომ რომ რამდენ შეხვედრაზეც არ ყოფილვარ, ყველგან ისმის იდეები, რომ მოდით აი ვისაუბროთ სიძულვილის ენის დაძლევაზე, რაღაცა ერთობლივი მასალები შევქმნათ, ერთობლივი საიტი შეიქმნას, მაგრამ ეს იდეა მე შემდეგ ხო რჩება ჰაერში. რატო რჩება ჰაერში? იმიტომ რომ თავდება ეს პროექტი, კონკრეტული პროექტი მაგრამ იდეა ხო რჩება? იდეა რჩება, მაგრამ ჰაერში რჩება. იდეა, როგორც გითხარით, არ არის ფინანსური რესურსები არ არის იმისთვის, რომ თქვათ ახლა მე გოგა აფციაური და მარია პლივა არ ვართ ის ადამიანები, ვინც დავსხდებით და ერთობლივ საიტს შევქმნით. იმიტომ რომ მას თავის პროფესიული საქმე, მე ჩემი პროფესიული საქმე მაქვს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთი ორგანიზაცია, რომელიც აი ამ ყველაფრის კოორდინირებას გააკეთებს და რა თქმა უნდა ფინანსებსაც მოიპოვებს იმისთვის, რომ ეს იდეა რეალობად იქცეს და რაღაცნაირად რეალიზებული იყოს. ამიტომ ჩემი აზრით აი ეს ჰაერში გამოკიდებული იდეების დრო უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ეს პროცესის ნდობას დაკარგავს. შეიძლება ჩემშიც დაკარგოს ნდობა ესეთმა პროცესმა. ჩავდივართ მართლა ლალალა როგორც ბატონმა გიორგიმ თქვა და რა ჩამოვდივართ ერთმანეთს უზიარებთ რომ კარგი იყო იქ შევხვდით ჩვენ კოლეგებს შესანიშნავი ურთიერთობები, მაგრამ რა მე წინ ვეღარ მივდივართ. ამიტომ ჩემი სურვილია ესეთი რომ იქნებ აი კონკრეტულმა დონორებმაც, კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, ალბათ ექსპერტებმაც ვიფიქროთ იმაზე რომ პროფესიული მიმართულების პროექტების განხორციელება დავიწყოთ. და არა ესეთ ზოგადი, სადაც აი ბევრი ადამიანი იკრიბება. თქვათ რომ აი ჟურნალისტები ხდებიან, იწყებენ კონკრეტულ პროექტზე მუშაობას. იქ ერთობლივი ვებგვერდი იქნება, ერთობლივი ტელეპროექტი იქნება თუ ერთობლივი რადიო პროექტი. მე ვფიქრობ რომ ეს უფრო შედეგიანი. აი იგივე კითხვა მინდა ახლა დაუსვა, უბრალოდ ამ თემიდან გამომდინარე კითხო მარია პლიევა, Владикавказской студии. Это реально вам кажется, о чем говорил Гога сейчас? Создать вот такую общежурналистские платформы. Да, я считаю, что совместные проекты, они реально, конечно, у нас с Зурабом Бендианишвили уже есть совместные проекты, это общий сайт, веб-сайт. Нереально будет осуществлять, скажем, телевизионную передачу сделать и пустить по государственным каналам, такое как бы пока невозможно, но... Вам кажется реальным, что вот эту дискуссию, которую мы сейчас ведем здесь, да. Показали, допустим, в Цхинвальском телевидении? Я думаю, что сейчас это нереально. Нереально? Нет.
А почему? Просто не пустят сами менеджеры этих каналов или общество не примет такую дискуссию? Нет, я думаю, что менеджеры канала не пустят это. Из-за политических соображений? Думаю, что да. Потому что так решает политическая власть? Думаю, что они же подчиняются кому-то. А если общество нуждается в таких дискуссиях? Это их мало волнует. Вот. А есть такие проекты, которые, конечно, как, скажем, Гога говорит, это совместные, скажем, у Гоги есть опыт совместного написания статей, да, каких-то, или совместное обсуждение чего-то, каких-то острых проблем, да, встретиться, обсудить именно журналист. Есть, ряд других проектов, которые, конечно, вполне реальные, но есть, нужно нам осознавать и то, что есть такие проекты, которые мы сегодня не сможем осуществить. Да, რა არის ეს თუნდობა? რაც თქვა, აბსოლუტურად ვეთანხმები, იმიტომ ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ უკვე, მაგალითად ჩრდილოეთ კვიპროსში შეხვედრისას ძალიან ბევრი იდეა წამოვიდა, მაგალითად ერთ-ერთი იდეა სწორედ სატელევიზიო გადაცემის შექმნა იყო და შემდეგ მოგვიანებით უკვე გავიგეთ, რომ აი მარიას მოუსინჯია კიდევაც თუ არ ვწდები, თუ სწორი ინფორმაცია მაქვს და არ მეშლება მარია შემისწორე, რომ თქვათ არარეალური იქნებოდა ესეთ სატელევიზიო გადაცემის გაშვება, თქვათ ცხინვალში. მაგრამ არის სხვა კომუნიკაციის საშუალება, არის ინტერნეტი ბოლოს და შეიძლება რომ ამ მიმართულებით ვცადოთ, თქვათ რაღაცა. თუმცა მეც ცოტა სკეპტიკურად უყურებ სატელევიზიო გადაცემის გაკეთებას, მაგრამ იგივე შეიძლება ერთობლივი სტატიების გაკეთება, რადიო პროგრამის გაკეთება შეიძლება, არ ვიცი, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ. ბატონო, არის ეს რესურსი, რომელთაც შეიძლება უფრო გამოცოცხლდეს ურთიერთობები. ან რა შეიძლება იყოს სწორედ იმ ოპტიმიზმის მაჩვენებლები, რაზეც წეგან საუბრობდით. ეცით რა, საბედნიერო თუ საუბედუროთ ვერ გამოვედი მე აი ამ ფორმატიდან, რასაც ქვია სახელმწიფო სტრატეგიული დაგეგმარება და ამის რეალიზაცია. თქვენ რასაც ამბობთ, რა კითხვასაც ვამთ. შესანიშნავი შეკითხვაა, მაგრამ ეს არ არის ყოვლის მომცველი, ამაზე პასუხი ყოვლის მომცველი არ იქნება იმ პრობლემიდან გამოსასვლელად, რის წინაშე ვდგევართ. აი თემურს კარგად მოეხსენება ცხოვრება იმყოფს ხედველობაში, რომ როდესაც მათ შესანიშნავი პროექტი დაიწყეს თავის ექს-კომბატანტებთან, როგორც თვითონ მითხრეს, გუშინ ჩვენ სამიზნეთი უყურებთ, თოფის სამიზნედან უყურებდით ერთმანეთს, დღეს პროექტს ვაკეთებთ. ეს იყო ბაგიათას სასმელი მინერალური წყლის წარმოება და შემოტანა და ეს ჩაიშალა. ჩაიშალა იმიტომ, რომ არ იყო პოლიტიკური ნება. ჩაიშალა კი არა, ზეწოლაც მოხდა შემდეგ, ცუდად ჩაიშალა. პოლიტიკური ნება მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ვინც ჩართული ვიყავი ამ თლიან ესეთ სტრატეგიულ ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ვერაფერი ვერ შევძელით. ვერ ჩამოვაყალიბეთ სახელმწიფოს ისა დამოკიდებულება პოლიტიკური. რასაც ზურაბი ამბობს, რა საკითხებსაც თქვენ სვავთ, რასაც გოგა ამბობს. ეს ყველაფერი არის შემადგენელი ნაწილი, რამაც თლიანად უნდა ჩამოვაყალიბოს პროგრამა, საგზაო რუქა, რომლითაც ვისაუბრებთ. არის ეს რეალური თუ არ არის ეს რეალური? თავიდან თქვი. ეხლა ამ ეტაპზე არაფერი რეალური არ არის. და კიდე კარგი რომ არსებობენ ისეთი ხალხი როგორც გოგა, ზურა, თქვენ ახართ და აი აქ ჩვენ ვლადიკაუკაზის სტუდიაში ვინძის. თორემ აი წარმოიდგინეთ, რომ ეს პროექტებიც რო არ იყოს, დამთავრებულია. მორჩა ყველაფერი და როდესაც ვიღაცას მეუნდება, დააჭერს ერთ ხილაკს ხელს და ესეც დამთავრდება. ამაზე უნდა ვიფიქროთ, ეს არის ჩვენი თავარი პრობლემა. თქვენ როგორ ფიქრობთ 13 ნოემბრის არჩევნების ცხინვალში შეცვლის არსებითად რა იმეს ამ ჩვენს? Чудескен. Вы тоже такого мнения, Тимур? Не изменится она к лучшему. Я думаю, она изменится все-таки к лучшему. Потому что вот, несмотря на все сложности теперешних выборов, все-таки видно, что маленькие шаги вперед, это мое личное мнение, опять демократия все-таки делает. И я хочу еще пару слов вставить насчет проектов. Насчет проектов вы говорили. По-моему, можно осуществлять любые проекты.
Но очень важно, чтобы была подобрана команда единомышленников. То есть не команда грузин и осетин, которые на гражданском уровне в варианте НГО представляют и защищают интересы официальной Грузии или официальной Осетии, а команда людей, грузин и осетин по национальности, которые защищают одни и те же идеи. Идеи прав человека, идеи равенства и справедливости. Тогда любой проект пройдет. Если мы это сумеем донести до своих обществ, наши проекты будут пользоваться популярностью. А сейчас зачастую бывает так, что есть, пользуясь иностранными грантами, и на этих встречах каждая сторона пытается защищать официальную политику своего правительства, стереотипы свои защищает. А надо, чтобы мы защищали общепризнанные ценности, общечеловеческие ценности. И тогда любой проект осуществим, в том числе и телевизионный. Пока, к сожалению, на это надо расти и расти. Ზურაბ, თქვენი აზრით კონკრეტული პოლიტიკური რეალობა, რომელიც აი ერთ კვირაში ალბათ შეიცვლება. რამდენად იმოქმედებს იგი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ამ საზოგადოებების განწყობებზე? ისევ თუ პერსპექტივაზე ვილაპარაკებთ, თორე ის რა ურთიერთობების დონე დღეს არის, რა თქმა უნდა, იმაზე ეს შენარჩუნდება. ეს ამაზე ზემოქმედება შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს ურთიერთობები დღეს პრაქტიკულად საზოგადოებრივად არ არსებობს, თორე თუ ცალკეული ადამიანები ხვდებიან სადღაც მესამე ქვეყნებში ერთმანეთს, ამას მაინც და მაინც ურთიერთობებს ვერ დავარქმევდი. მნიშვნელობა აქვს უფრო რომ ვინ იქნება ის ადამიანი, ვინც ასე ვთქვათ, ხელს შეუწყობს თუ შეუშლის პერსპექტივაში სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობების განვითარებას ხვალინდელ დღეს. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნების წინა პერიოდი და ის პროცესები, როგორც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, თუმცა ამას კამპანიას ნაკლებად დავარქმევდი, უფრო ბრძოლა მიდის დაგიშვებ არჩევნებზე, არ დაგიშვებ და ჩემი მემკვიდრე დავტოვო თუ ასე ვთქვათ ოპოზიციის კანდიდატს დავბლოკო და ასე შემდეგ, მაგრამ თუმცა ძალიან ბევრი მემკვიდრე დაგროვდა, 17 კანდიდატია. ხო, მაგრამ იქიდან რეალურად არის ორი, ასე ვთქვათ, ვისაც ხელისუფლებას დატოვება უნდა და ოპოზიციის კანდიდატებმაც გავსხვილება დაიწყეს ნელ-ნელა და ბოლო არჩევნების დღეს მე მგონი შეიძლება 5-6 კანდიდატი იყოს სულ, მაგრამ აქაც პოზიცია და ოპოზიციას მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის. იმიტომ რომ ეს გლობალური პოლიტიკის თვალსაზრისით არჩევნები არაფერს შეცვლის, მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ის ადამიანი იმ თვალსაზრისით, რომ რამდენად ექნება სურვილი და უნარი, რომ თავის საზოგადოებას საშუალება მისცეს იურთიერთოს მეორე მხარესთან სამოქალაქო დონეზე. აი ამ კუთხით ხა ცოტა ძნელია დღეს პროგნოზების გაკეთება, იმიტომ რომ თუ უფრო ძალოვანი ადამიანი მოვა, მეტად შეუშლის ხელს ამ ურთიერთობებს, თუ პოლიტიკოსი მოვა ან საზოგადოების სხვა წარმომადგენელი, შეიძლება მან метод შეუწყოს ხელი ასეთი ურთიერთობების განვითარებას. Я попрошу Марию описать предвыборную ситуацию в Цхинвале. Какова она сегодня? Ну, на сегодня, как сказал мой коллега Зура, у нас 17 кандидатов. Мы занимаем первое место в мире по количеству кандидатов в президенты на душу населения. Я считаю, что большинство кандидатов там для того, чтобы растащить электорат, но провластные они, большинство кандидатов, и они существуют там для того, чтобы растащить электорат, и в случае второго или третьего тура они могут потом свои голоса отдать тому кандидату, который будет из команды нынешнего действующего президента. Все-таки вы считаете, что итоги выборов будут зависеть от настроений сегодняшних властей? Я думаю, что значит, в общем и в целом, конечно, больше шансов у тех, которые провластные. Вот. Но если ограничимся одним туром, оппозиционеры имеют шанс выиграть в таком случае.
Вот, ну, я не знаю, насколько у них шансы высоки, но знаю то, что у нас впервые кандидатом в президенты стала женщина, ее зовут Алла Джоева. Это ваше желание или у нее есть какие-то шансы? Нет, это я свое желание как бы не интерпретирую. Вот, потом я на самом деле в первый раз у меня такое, что я не на стороне ни одного из кандидатов. Спасибо, Мария. Შეიძლება რომ აი ესე განვითარდეს მოვლენები როგორც აღწერა ახლა მარიამ. რა შეიძლება შეიცვალოს ჩვენი საზოგადოებების ურთიერთობაში აი ამ პოლიტიკური ცვლილების ნებისმიერ შემთხვევაში ცვლილება იქნება დაუჭერენ მხარს ხელისუფლების მომხრე კანდიდატს თუ არა ცხინვალში. ხო, ერთი დეტალი ალბათ გამორჩა მარიას და აქვე შევავსებ ვლადიკავკაზში ცხინვალის ხელისუფლება, იქაური ხელისუფლება არ აპირებს საარჩევნო უბნების გახსნას. დაახლოებით 17,000 სამხრეთელი ოსი ამორჩეველი ცხოვრობს ვლადიკავკაზში. მხოლოდ ზემო როგში, ასეთ სოფელში ხსნის დამატებით ორ საარჩევნო უბანს იქაური ცენტრალური საარჩევნო კომისია და ერთი დღის განმავლობაში დაახლოებით აი შეუძლებელია როგორც ექსპერტები გვეუბნებიან ჩვენს რადიოს რომ ვლადიკავკაზიდან ჩავიდნენ ზემო როგში და ხმამისცემ. თემური მისცა ცოტა ხნის წინ ჩვენს რადიოს ეს რა პრობლემა არის ეს 17,000? აი ზუსტად აქეთ მივდივარ. ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი და სწორედ თემურ ცხოვრებობის ასე ვთქვათ ციტირებას ვახდენ ამ შემთხვევაში რომელიც რადიო თავისუფლებას მისცა. არსებული ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის რომელიც ცხინვალიდან წავიდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გამო და გადავიდა ვლადიკავკაზში და რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებში ისინი ფაქტიურად ხმის უფლებას კარგავენ ამით. შესაბამისად ეს რა თქმა უნდა იქონიებს გავლენას იქაურ არჩევნებზე. ეს უბრალოდ დამატებისთვის თქვათ რაც მარიამ თქვა. რაც შეეხება საკითხს თქვათ როგორ შეიძლება ერთი თვის შემდეგ, ორი თვის შემდეგ და ერთი წლის შემდეგ განვითარდეს ურთიერთობები. ისევ ამ კვლევიდან მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს ბატონო ზვიად. რას ფიქრობენ ჩვენი ქართული სოფლების მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს აი ამ საზღვრის გამყოფი ხაზის აქეთა მხარეს, ქართულ მხარეს. მაგალითად, მათთვის ყველაზე მწვავე პრობლემებად დღეს აღიქმება გამყოფ ხაზთან სიახლოვე, კონფლიქტის განახლების საფრთხე, რუსის სამხედროების დისლოკაცია. ეს ქართული მოსახლეობა ფიქრობს ეს. ეკონომიკური ფაქტორებით განპირობებული დაუცველობა. და რა მიაჩნიათ მათ ერთ-ერთ მთავარ გამოსავლად. მაგალითად, ეს კვლევაც ჩატარდა მიმართულებების მიხედვით. მაგალითად, დაცვის ერთ-ერთ მექანიზმად თუ მაგალითად ნიკოზიმერეთის მიმართულებით მიაჩნიათ, რომ საგუშაგოები უნდა დაემატოს, პოლიციური საგუშაგოები და ამით გაძლიერდეს მათი უსაფრთხოება. სხვა სოფლებში სრულიად სხვა სურათი გვაქვს. მაგალითად, წითელუბანი, ლამისყანისა და ფლავისმანი ბერშუეთის მიმართულებით ადამიანები ამბობენ, რომ რაც შეიძლება მეტი საშუალება მიეცეთ მათ, რომ გადაკვეთონ ეს ეგრეთ წოდებული საზღვარი და დაიწყოს ვაჭრობის აღდგენა ხელშეწყობის პროცესი. აი სწორედ ეს არის კასპის რაიონის და გორის რაიონის აღმოსავლეთით მდებარე სოფლები, რომლებიც აი როგორც გითხარით გამყოფ ხაზს ესაზღვრება და რომლებსაც არ ჰქონდათ ომის დროსაც კი დიდი პრობლემები იქაურ აი ოსურ თემებთან ურთიერთობისას. ეს ადამიანები დღეს მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის გადაწყვეტის გზა არის ის, რომ ვაჭრობის აღდგენა მოხდეს და სავაჭრო ურთიერთობები განახლდეს. და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ჩაატარეს ეს კვლევა, იგივე უსაფრთხო მსოფლიო, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი და მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი აძლევენ ხელისუფლებას, ჩვენს ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას, რომ გაითვალისწინოს იმ მოსახლეობის აზრი, რომელიც ცხოვრობს აი ამ საზღვრისპირა, ასე ვთქვათ, რეგიონში. და მე ვფიქრობ, რომ თუ იქიდანაც ნება იქნება და მე ვიცი, რომ არის რა გარკვეული ნება, ვთქვათ, იგივე თემურს ძალიან ხშირად უთქვია ჩვენთან შეხვედრებისას, რომ აუცილებელია ეს საზღვრების გახსნა და პატარა ხილის, პატარა აი სავაჭრო ურთიერთობების დაწყება, თუ იქაც იქნება ნება და პოლიტიკური სურვილი და ჩვენს მხარესაც იქნება პოლიტიკური სურვილი, მე ვფიქრობ, რომ 1-2 წლის შემდეგ შეიძლება პატარა იმპულსები გაჩნდეს აი ამ ურთიერთობების აღდგენისა, რასაც ქვია სავაჭრო ურთიერთობები მე ყოფით დონეზე, ასე ვთქვათ, პრობლემის მოგვარების. დიდი მადლობა, ალბათ არავის არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ურთიერთობა შეიძლება
უცბად აღდგეს და ურთიერთობის დაწყებასა და ნდობის აღდგენას ძალიან ბევრი ეტაპი სჭირდება. ალბათ ერთ-ერთი შეიძლება იყოს სწორედ ვაჭრობის ან სხვა ტიპის ასეთი ახლო ურთიერთობების განვითარება. დღეს ჩვენი დისკუსიით уბრალოდ ზოგადად შევეხეთ ქართულ-ოსური ურთიერთობის დღევანდელ мდგომარეობას. Я хочу поблагодарить наших коллег, журналистов Марию Плиева и Тимура Цхоробова, которые включились из Владикавказа в нашу программу. Დიდი მადლობა გია ვოლსკის, გოგავცია ურსა და ზურაბ ბენდიანიშვილს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისათვის. ქართულ-ოსური ურთიერთობები და ამ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური აქტივობის, კონკრეტული არჩევნების გნებავ ცხინვალში, გნებავ თბილისში კონტექსტში არ გაგვახსენდება. ჩვენ ხშირად მიუბრუნდებით, როგორც აქამდე სტუდიარესთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული სადისკუსიო თემაა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის თქვენი მოსაზრებებიც. ამ გადაცემის ნახვა თქვენ შეგიძლიათ სტუდიარეს ვებგვერდზე www.studiore.org, სადაც შეგიძლიათ ასევე განათავსოთ თქვენი მოსაზრებები და კითხვები, ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე 2 33 2019 2 33 12 56. დიდი მადლობა სტუმრებს, მომავალ შეხვედრამდე.